მონეტიზაცია კვლავ პირდაპირ ეთერში არის. ძალიან საინტერესო თემებით და სტუმრებით დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და დღეს ვიმშელებთ რამდენიმე საინტერესო მიმართულებას. პირველი განათლება და განათლების კომპონენტების იმპლემენტირება პრაქტიკაში და რა სითხოვს კერძო სექტორი, რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და შესაბამისად რამდენად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს საგანმანათლებლო სექტორი. და ასევე მეორე ბლოკში ვისაუბრებთ უკვე აკაკი ჩარგეიშვილთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია ადვოკატია ეს მიმართულება, მიმდინარე არჩევნების თემას შევეხებით და შესაბამისად ვიმსჯელებთ მთელ რიგ გამოწვევებზე ამ კუთხით. განაცემის პირველ ბლოკში მინდა მივესალმო ელი ელისაშვილი ბაკურ ხუნდაძე არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და უპირველეს ყოვლისა ელისთან ახლა ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე დიალოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო მოდულებზე, სიახლეებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რომელიც განათლების კუთხით არის და ბაკურთან ერთად მით უმეტეს ყოველთვის ხშირად ვსაუბრობთ იმ ნაწილზე, თუ რა ჭირდება დღეს ბიზნესს და რა არის ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნა ბიზნესურ ჭრილში. წინა კვირაში ჩვენ გქონდა მსგავს დიალოგი და შესაბამისად მე მინდა რომ აი დღეს კიდევ ერთხელ დავსვათ აქცენტები აი ზუსტად აი ამ მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვზე და კომპონენტებზე, რაც რეალურად საგანმანათლებლო სექტორსა და ბიზნეს შორის არსებობს. რამდენად მყარია დღეს ეს ხიდი? ელი, პირველი კითხვით გამოვიდა შეთა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, სანდრო, მივესალმები პატრიციმულ მაყურებელს და ყოველთვის გახსოვს და ესე ძალიან აქტიურად ინტერესდები განათლების ტენდენციებით, მაგრამ დღეს კიდევ მადლობა ამ განსხვავებული ფორმატისთვის, რომ ეს დღეს არ არის რომ განათლების წარმომადგენლები ცალკე მსჯელობენ და დამსაქმებელი ცალკე და სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია მეტი დიალოგი არის საჭირო ჩვენ შორის და კარგია თუ ამ თემებს შევეხებით. კი ბატონო, აუცილებლად და დავიწყოთ მოკლედ დიალოგი ბაკურ. ეხლა წინა კვირაში ჩვენ გქონდა ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა, საკმაოდ ვრცელი მსჯელობა და მე მინდა რომ აი კიდევ ერთხელ უკვე აი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიზმაში გავშალოთ ეს ყველაფერი. წინა კვირაში, გასულ კვირაში ჩვენ პროფესიული მიმართულებებით გქონდა აქცენტირება და აი დღეს უკვე აი უმაღლესი საგანმანათლებლო მოდულები, ხო, რასაც უნივერსიტეტები სხვადასხვა ეგიდით უწევენ პროვაიდინგს, ხო? ანუ აი ჯამში რამდენად არის კერძო სექტორისთვის მისაღები, ეს ერთი და მეორე აი რა არის კერძო სექტორის დაკვეთაც, იმიტომ რომ კარგი შესაძლებლობა გვაქვს დღეს, რომ ურთიერთგაცვლა მოვახდინოთ მოსახლეობის ნაკრებში რა შესაძლებლობა გაქვს თუ ქვეყანაში არ გაქვს საკლუბო ტურნირი, თუ არ გაქვს ამგზდელი სკოლა, თქვა საბავშვო სკოლები არ არსებობს, ისი მიღწევა შეიძლება იმ ქვეყნის ნაკრებთან, სადაც არ არსებობს ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ნაკრებამდე მოიყვანს ადამიანს. რა შედეგი შეიძლება დავუთ, ხო? ნული. კი, იგივეა უნივერსიტეტი, ხო? უნივერსიტეტამდე ადამიანი გადის 18 წელიწადი აღზრდობით სამუშაოებს. გაიაროს, ჩამოყალიბებული ადამიანი მიდის უნივერსიტეტში, სადაც ის უკვე გარკვეულ ნიშურ პროფესიას უნდა დაეუფლოს. ამიტომ თათ უნივერსიტეტს მოთხოვა და მის კისერზე დადო, თქვა, განათლება, ეს შეუძლებელია, ხო? თუ მასალა არ მივიდა, რომელსაც აქვს უნარი შეთვისების, უკვე გარკვეული ფუნდამენტი მომზადებული არ მივიდა, ვერაფერს ვერ დავაშინებთ იმ ფუნდამენტზე, რასაც ფუნდამენტი არ არის შექმნილი. ერთ სართულსაც ვერ ავაშინებთ, ის დაინგრევა, ხო? იგივე მდგომარეობაში ვართ დღეს. ბავშვის აღზრდა იწყება 1 წლიდან, შეიძლება თვეებიდანაც, ხო უკვე. ყველა ფსიქოლოგი, ყველა ცნობილია ესეთი ადამიანი, მაგას ლაპარაკობს, რომ ბავშვის აღზრდა იწყება ნულიდან, პატარაობიდან, თვეებიდან. ჩვენ ყველაფერს ამას ჩვენ არ გვაგვაჩნია ეროვნული კონცეფცია ახალგაზრდის აღზრდის, მაქედან დავიწყოთ. საუნივერსიტეტო რეფორმა არაფრის ფრონტანი არ იქნება, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვიღაც აი ოქროს სიტუაცია შევქმნა, თუ ეს მზა კადრი არ მოვიდა გარკვეული უნარებით, თვისებებით. მეორე, მარტო ბიზნესი არ არის შემკვეთი, სახელმწიფო ჩინოვნიკი არ არის შემკვეთი. ქვეყანაში არის დასაქმებულების რამდენი პროცენტი მუშაობს, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასაქმებულობა გვაქვს ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურაში, იმიტომ რომ ეს ცნობიერება მაინც ესე გვაქვს, რომ აი არჩევანი ჩემთან რომ მოდის გასაუბრებას ადამიანი, რო ვეკითხები გარკვეულ გამოკითხვებს, ვატყობ, რომ ყოველთვის მისი, თქვა, ცნობიერება იხრება სახელმწიფო სტრუქტურაში გაქცევისკენ, თუ აი კერძოზე ნაკლებ შეთავაზებაზე მიდის სახელმწიფოში. თუ ოჯახშიც ესეთი განწყობაა, რომ თუ მუშაობს სახელმწიფოში, მაშინ აი მერიაში თუ მუშაობს ამ რომელიმე სამინისტროში, პრიორიტეტია ვიდრე კერძო კომპანიაში. ამ დროს ვთქვათ, იგივე ცივილიზებულ სამყაროში. არა, ნაკლებად თუ შეიძლება უბრალოდ მეტი შეთავაზების გულწრფელს, მაგრამ
ერთნაირ შეთავაზებაზე, ფინანსურ შეთავაზებაზე ყოველთვის სახელმწიფოს არჩევს. იმიტომ იქ პროდუქტიულობას შენგან ნაკლებად მოითხოვენ და კერძო სტრუქტურა უფრო პროდუქტიულობის მომთხოვნია და მართლა საქმე უნდა დადო, ხო? ხო, კომერციაში ოპერირება გაცილებით უფრო სხვა ნიჭებთან და უნარებთან არის დაკავშირებული, არ მიწყინონ სახელმწიფო მოხერხება, მაგრამ ახალს არაფერს არ ვამბობ, რეალურად ამ შემთხვევაში დახარჯვა სასწავლიან, როგორ უნდა დაიხარჯოს თანხები, როგორ აითვისონ და კერძო კომპანია სულ სხვა რაღაცაა, ხო? კერძო კომპანია უნდა შექმნას. კი ბატონო, აი ეს არის განსხვავებული ფუნდამენტური განსხვავება ეს. ფუნდამენტური განსხვავება რა თქმა უნდა. ელი, გვაინტერესებს შენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით და ანუ აი საბოლოო ჯამში როგორია ეს ვერტიკალი, აი რეალურად აი ხა ვიცი რომ გააქვთ ძალიან სისტემატიური ურთიერთობა კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან და შესაბამისად მე მაინტერესებს რა არის მათი მხრიდან ხოლმე როგორც წესი ძირითადი მოთხოვნა და ამ შემთხვევაში აი რა მიმართულებებით ახდენს თქვენ უკვე სერვისების და საგანმანათლებლო პროდუქტების პროვაიდინგს. კეთილი მადლობა. კითხვისთვის აი ბატონ ბაკური შეეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, ძალიან ფუნდამენტალურია რა თქმა უნდა, როგორი განათლებით მოდის ჩვენამდე ახალგაზრდა და ეს ჩვენთვის ესეც ძალიან უნიშნულოვანესია და გარკვეული გამოწვევები არის განათლების რეფორმაც ამ ეტაპზე კარგია რომ სკოლასაც ეხება და ჩვენ დიდი იმედით ვართ რომ ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება. თუმცა მინდა ვთქვა რომ მაინც უმაღლესი განათლების სექტორის ჩვენ ძალიან გმირულად ნებისმიერ შემთხვევაში როგორი მომზადებული მოვა ჩვენამდე ჩვენ მაინც ძალიან გმირულად ჩვენ საქმეს შემართებით უძღვებით რომ მათ ის კომპეტენციები მივცეთ რაც საჭიროა ჩვენგან მით უმეტეს სკოლამ კარგია რომ გარკვეულ დონეზე რაღაცას ძალიანახლებული უნარები უზრუნველყოს მაგრამ ჩვენს გვიწევს მით უმეტეს როდესაც ბევრი ცვლილებები არის ყოველდღიურად და სულ ახალი კომპეტენციები და უნარები საჭიროება ჩნდება და აი უნივერსიტეტი ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ რომ ამით აღჭურვოთ ეს ჩვენი სტუდენტები და ბევრ შემთხვევებში ეს ამართლებს კიდეც ზოგადად რაც აქვს დასაქმების სექტორს ეს პრობლემა რომ ნუ ჭირს მაინც დეფიციტურია კვალიფიციური თუ ესე ვთქვათ მომზადებული კადრები ამას ჩვენს გზნობთ ჩვენს განვიცით იმიტომ ჩვენ უნივერსიტეტიც საკმაოდ მსხვილი ორგანიზაცია და მათ შორის დამსაქმებელიც არის ამაში ერთიანები ვართ და ჩვენთვის კარგი იქნება ძალიან კარგია როგორც დღეს ბატონი ბაკური დასაქმების სფეროდანაც წამოვიდეს ეს ინიციატივა და დიალოგი რომ როგორ რა გავაკეთოთ ერთობლივად და არ იყოს ის რომ დამსაქმებელი ბოლო ეტაპზე ერთვებოდეს ამ პროცესებში რომ აი მე მინდა ესეთი და ესეთი კადრი ჩვენ პირიქით ყოველთვის ვითხოვთ ვიხვეწებით რომ აი როდესაც ვიწყებთ ახალი პროგრამის შემუშავებას ან გავდივართ აკრედიტაციას რომ იმ პერიოდიდან იყოს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები სტეიქჰოლდერები ჩართულები მოგცენ რაღაცა შეთავაზებები შენიშვნები იგივე მათი დაკვეთის გაჟღერების ის იყოს მეტი ყველას დრო ძალიან ძვირფასია შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვისურვებით, რომ მეტი ამ ეტაპებზეც მეტი დიალოგი იყოს, რომ ერთობლივად ეს ახალგაზრდები აღჭურვოთ იმ უნარებით, რაც შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ისინი დასაქმდნენ და იქაც იყვნენ უკვე შესაბამისები, როგორცაც ბაზარი მოითხოვს. მათ შორის ჩვენ ახლა მაინც ვცდილობთ, როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებიც ყავს ორგანიზაციები, პრაქტიკის სუბიექტი თუ დამსაქმებლები და ვცდილობთ ცოტა გვიჭერს მაინც, რომ ისეთ დონეზე ჩავთოთ ეს ყველა პარტნიორი, რომ უფრო მეტად ეფექტურად ვიმუშაოთ. და კარგი არის ის, რომ აი ამ ახალი განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე სამწლიან საბაკალავრო პროგრამებს შევთავაზებთ, იმიტომ რომ ესეც უფრო აი ამ სწრაფი ტემპის ფეხის აწყობა იქნება, იმიტომ რომ გაწელილი დღეს უკვე ყველაფერი არის ნაკლებ ეფექტური. იმიტომ რომ ეს კადრებიც, ეს რაღაცა ბაკალავრიად გამოვლილი სტუდენტებიც უფრო თან მით უმეტეს ამ პერიოდის მანძილზე ეს ცოდნაც ველდება, რაღაცა სულ ახალი და ახალი მოთხოვნები არის და ჩვენი აკადემიური განათლება აუცილებლად მეტი პრაქტიკის გაჯერებით, მეტი პრაქტიკული უნარების ჩართვით და გამოცდილებით იქნება ბევრად უფრო კარგი. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ბაკური, სანდრო როგორ გიქნა ხა ცოტა მომაბალტიეთ. ცოტა საწინააღმდეგო რაღაც გამომივა, მაგრამ მაგალითად უნივერსიტეტის განათლებას თითქმის არ ვაქცევ ყურადღებას, უფრო სკოლაში მაინტერესებს რა ინტერესებდა ბავშვებსაც ის მოდის, იმიტომ რომ ჩემ სფეროში განათლება არ არსებობს. თქვათ ის რაც მე მინდა იქ რაღაც იმ ნიშური განათლებით ვერ მოვა. ამიტომ უფრო მაინტერესებს იყო თუ არა ტექნიკური საგნებისადმი მიდრეკილი თქვათ სკოლაში ადამიანი.
ეხლა გზაში მოდიოდი ფიქრობდი და აი სავალდებულოს გავხდები ფიზიკა მათემატიკას ყველა ფაკულტეტზე ისტორიულზე თქვა ენათმეცნიერებაზეც ყველგან იმიტომ რომ თუ ადამიანს არ აქვს ამოცანის ამოხსნის უნარი ის ვინც ისტორიულ ამოცანას ამოხსნის თქვა იმიტომ რომ ის ისტორიული კვლევაც ამოცანა არის და თქვა ვერც იმ ლიტერატურაში რაღაც ფუნდამენტურ ნაშრომს ვერ დადებს თუ მისი აზროვნება არ არის მათემატიკური. ანუ აი ყველაფერში ყველა ნებისმიერ ფაკულტეტზე სავალდებულოს გავხდები მათემატიკასაც ფიზიკასაც. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ამ ორ მიმართულებაში წარმატებულად აზროვნებს, ყველა პრობლემასთან რაღაცა გადაწყვეტილების მიდგომა გააჩნია. ეგ ერთი. ნუ მეორე, აი ახალგაზრდებში დაიკარგა სხვა შორის ამას უცხოელ პარტნიორებთან ერთად სულ აღნიშნავ, იქაც იგივე ხდება, ჩვენთან არაფერი არ ხდება რაღაც განსაკუთრებული, აი ეს мотиваცია დაიკარგა საერთ ახალგაზრდებში. რაღაცა ესეთი გამზადებულს უფრო ელოდებიან რაღაცას, ვიდრე თვით შექმნის, თქვა, სურვილი აქვს დაკარგული. აი ეს უკვე სოფლიოს საფიქრალი არა მარტო ჩვენი განათლების, რომ როგორ მოახერხონ თქვათ აი ახალგაზრდებში ის თქვათ უნარები გამოაჩინონ, აი სამოტივაციო უნარები, თქვათ ის შინაგანი ძალა რაღაც კეთების, რაღაცის შექმნის, ეს ყველა რაღაცნაირად მაინც რომ გამას ადგილს მიუჩენ, აი დაждდება და ასე დამოვალებ გავაკეთებ, აი ასე დამოვალებ გამაკეთებ, ეს არის კვლელი, აი საერთოდ ეკონომიკის ქვეყნის მკვლელი ფრაზა ქვია ამას. აი რასაც დამოვალებ გამაკეთებ. წარმოიდგინე, ხა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რასაც დამოვალებ გავაკეთებ. მინისტრმა თქვა, რასაც დამოვალებ გამაკეთებ. მენეჯერი რო გეუბნება, რასაც დამოვალებ გამაკეთებ. ეს ხო მკვლელი მენეჯერია, ის არაფრის შემქმნელი არ არის. იმის მაგალითად ეძებდეს პრობლემებს კომპანიაში, რომ გადაწყვეტილებები იყოს, ელოდება დავალება, ვინ უნდა მოხდეს ეს დავალება. საიდან უნდა მოვიდეს. იმის შემდეგი ზევით შემდგომი მენეჯერიც იმას იძახის, რასაც დამოვალებ გავაკეთებ. და სულ ზემდგომიც იმას იძახის, რასაც დამოვალებ, ვინ უნდა გასცეს ეს დავალება. ეს არის აი ეს ანთებულობა ახალგაზრდებში, ეს არის დაკარგული. გარდა მესმის უნივერსიტეტის რაღაც კონკრეტული ცოდნა, მაგრამ ამ კონკრეტულ ცოდნას აზრი ეკარგება, თუ ახალგაზრდაში არ არის ანთებულის ახალგაზრდული რაღაცა мотиваცია, არ არის უნარები და არ არის რას ემსახურება, ეს სამშობლოს ემსახურება, თავის ოჯახს ემსახურება, აი ეს ფუნდამენტი გვაქვს ძალიან შესაქმნელი და მერე აშენება თუ მყარი ფუნდამენტი იქნება, მე იმას 14 სართულს დავაშენებ თუ 15 სართულს, ეს უკვე შემდეგი გადასაწყვეტია რა. აი ეს პრობლემას უგზნობ მე ხა დღეს ახალგაზრდებში ყველაზე მეტად. კი ბატონო. საყრდენის კომპანიებში სადაც მივდივარ მოპატია, უფრო წინათაობის ადამიანები გამოდგებიან, იმიტომ ამათ ეს უნარები აქვს ცოტა რაღაცის გაღების, აი ზედმეტის გაღების უნარი გააჩნიათ. ახალგაზრდებს ძალიან განსაზღვრული აქვს, აი ამდენის გაღება შემიძლია მეტის არა. აი ესე პირდაპირ გამოჯნული ეს ყველაფერი. ხო, ნუ ეს ალბათ უკვე თაობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკაციები არის. ელი, აი დაგეგმილი ცვლილებები განათლებაში დღეს, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს დიალოგი და საუბარი. აი, რამდენად არის კონკრეტულად ორიენტირებული იმაზე, რომ საგანმანათლებლო სექტორი კრებსითაც გახდეს უფრო პრაქტიკულ მოთხოვნებზე ორიენტირებული და შესაბამისად, ანუ ის განათლებები, ის მოდულები და ასე შემდეგ, ანუ საბოლოო ჯამში პრაქტიკულ თეზისებში მოითარგმნოს მერე გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში. ანუ აი დღევანდელ საგანმანათლებლო რეფორმაზეც, რომელიც დაანონსებულია, აი როგორ რა შეფასებას გააკეთებ? კეთილი, რეფორმასთან დაკავშირებით ცოტა გამიჭირდება ძალიან კონკრეტულ დეტალებზე საუბარი. აი მაგალითად მე წეღანაც მოვიყვანე ის მაგალითი, რომ საბაკალავრო საფეხურზე იქნება სწავლება 3 წლიანი და ეს მე ვფიქრობ დადებითი მოვლენა არის, იმიტომ რომ დღესდღეობით გაწერილი აღარაფერი არ ვარგა, იმიტომ რომ დროსთან ერთად ყველაფერი ძველდება ამავდროულად. მეორე ის არის, რომ მაგისტრატურის საფეხურზე იქნება შეთავაზებული, რომ 1+1 სწავლება იქნება და ვისაც უნდა executive მაგისტრატურას გაივლის და იქ გაჩერდება და წავა პირდაპირ პრაქტიკას მიხედავს, ვისაც უფრო აკადემიური მიმართულებით მოუნდება განვითარება, ის რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ყველა საფეხურს გაივლის. კარგი ის არის, რომ აი ამ კუთხით იქნება მეტი შეთავაზება. ასევე გამოვეხმაურები ბატონი ბაკურის გულის ტკივილს და რაზეც იყო ახლა საუბარი мотиваცია დაკარგვასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში. ნუ
ეს რა თქმა უნდა დამსაქმებლის მხრიდან და თვალით დანახული ის იყო და მე მათემატიკას ნამდვილად მეც მივესალმები, რაც ძალიან კარგია, ვისაც აქვს მათემატიკური აზროვნება, თუმცა აი ეს სხვა დარგის სფეროს წარმოადგენები რომ დავსვათ, იმათ აუცილებლად ყველას ექნება თავის ის, რომ რატომ ფიზიკა და არა კიდევ რაღაც სხვა უნარები. დღეს ხა კომუნიკაციის უნარი, რატომ ისწავლება კიდევ ხა ცალკე კომუნიკაციის უნარები, დღესდღეობით ესე აქტიურად სხვადასხვა სპექტრში ლიდერობი. არის ბევრი soft skill-ები, რომელიც ასევე ძალიან დიდი არის ამის ერთობლიობას. შესაბამისად, ჩვენ გვარეგულირებს უმაღლეს სასწავლებლებს აკრედიტაციის სტანდარტები, შესაბამისი დარგობრივი ჩარჩოები, რა უნდა ისწავლებოდეს კონკრეტულ სპეციალობაზე თუ რა უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტში სავალდებულო არჩევით საგნებად, ეს ყველაფერი ამაზე მუშაობს შესაბამის სპეციალისტები, გათვალისწინებულია, უბრალოდ ხა ესე ხშირ სწრაფცვლილებებს არ ექვემდებარება ხოლმე ესენი და мотиваციასთან დაკავშირებით მე დაგეთანხმებით, мотиваცია საჭიროა ყველა ეტაპზე, სკოლის ეტაპზეც, უნივერსიტეტშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა ის, რომ რაღაცა ფაქტობრივი ცოდნა მივცეთ ამ ახალგაზრდებს, ის რომ ინტერესი, мотиваცია გაუღვიძოთ და მიმართულება მივცეთ. იგივე უკვე დასაქმებულებისთვის, ეხლა დღევანდელი HR სამსახური არ არის ის, რაც იყო კლასიკური, ვთქვათ, თუნდაც 10 წლის წინ, ან კიდევ უფრო, რა თქმა უნდა, იმაზე უკან, იმიტომ რომ HR-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დღეს უკვე არ არის გააკონტროლოს რაღაც აბა ამ დროს ხო სამსახურშია ნამდვილად და იქ რომზის თანამშრომელი და ამ დროს რასაკეთებ, პირიქით, мотиваცია მისცეს, ხო, ახალისოს მისი ახალი ლიდერული უნარები გამოავლინოს და ამისთვის არის ძალიან ბევრი ღონისძიებები ხოლმე ორგანიზაციებში, აქტივობები და ეს არის დღესდღეობით ტრენდი და საყოველთაოდ აღიარებული მიმართულებები და ნუ გვიწევს, იმიტომ რომ თან გვიწევს ახალგაზრდები ძალიან гаджет დამოკიდებული და ეს ამ სამყაროზე, ვირტუალურ სამყაროში ეს სამყარო გვიწევს კონკურენციას, რომ მივიზიდოთ მათი ყურადღება და ნუ არის ბრიგი ფაქტორები ძალიან ფართო მსჯელობის საგანი. ეხლა დავინახე ამ წუთში, რომ მაინც შეზღუდულია ელი თქვათ იმითი, რომ ის მუშაობს და იმანიც ის, რომ გარკვეული კანონმდებლობები მოდის გარედან. მე ეს არ გამაჩნია ხა, ხო ეს საერთოდ არ ვიცი რა შეზღუდვებია საგანათლო სისტემაში და თან ჩემს შულს არ უსწავლია ამ განათლებაში და ამიტომ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ყოველგვარი აი ეს უკვე შეზღუდვა, უკვე სწრაფი რეაგირება არ შეიძლება მოხდეს თქვათ სამინისტროდან თქვათ ჩასწორება მოხდეს, ჩვენ ხელში არ არის ვინ რაღაცა მე მგონი მოსეს რო დაუწერეს 10 მცნება იმაზე რა ქვია კლდის ნაჭერზე ესე არა გვაქვს დაწერილი ჩვენს მიერ ცვალებადია ხო ეს ყველა კანონი ხო თუ სწორედ ეს არის რომ სახელმწიფოსგანაც მარტივი და სწრაფი რეაგირება თუ შესაძლებელია და ხელისშემშლელია რაღაცა და არა რაღაც კარნახიდან მოდის შევცვალოთ რა ვიცი რა გვიჭირს ხო ეს ხო არ არის სტატიკურად მოცემული კანონი ხო ის ჩვენივე დაწერილია და თუ შესაძლებელია შევცვალოთ თქვა ხო არანაირი მსგავსი იცვლება რაღაცები რაღაც ნაწილში ლექტორებსაც აქვთ აკადემიური თავისუფლება ოღონდ არის რაღაცები რასაც მეტი ის მუშაობა და ეს პროცესები შეიძლება აი გაჯეს დამოკიდებულება ეს არის აი წამშლელი საერთოდ არანაირი ლიდერშიპზე არანაირი мотиваციაზე აზრი აღარ აქვს ესას ადამიანს უჭირავს ტელეფონი თქვა სამსახურში და უფლება არ აქვს თქვა დაადებინა და უთხრა რომ გადადედოს დამთავრდა სამსახურში ამას ხელში ვერ აიღო მე აი სულიდა ხოლმე ჩემი მეგობრის და ახლა პატარა ვაღარ არის ერთ-ერთი გერმანიაში მუშაობს ერთი ძალიან დიდი ქსელური თქვა უზარმაზარი ქსელური რაღაც მარკეტების მენეჯერია და მისი ძმას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის ჩემ მეგობრს და რომ ურეკავ ხოლმე მის ჯანმრთელობაზე ურეკავდა ტელეფონს არ იღებს 6 საათამდე დილის 8-დან 6 საათამდე არ იღებს ზოგონები შეიძლება ეს პასუხი მაინც გამწეს სასწრაფოა მოსული გავატანო საავტობუსში არ გავატანო მაინც დისგან მინდა ნებართვა ავიღო ხო ვერ იღებს აგზელული აქვს ეხლა წარმოიდგინე ჩვენ თარო ეს თქვა ხო გამორიცხულიაო რომ მე სამსახურის პერიოდში ტელეფონზე პირად ზარს უპასუხო რასაც არ უნდა ეხებოდეს იქ დედის და ძმის ჯანმრთელობა თუ შვილის არ აქვს მნიშვნელობა რაღაცები ძალიან შესაძლებელი გვაქვს ცოტა მკაცრები უნდა გავხდეთ რაღაცებთან დამოკიდებულებაში და მარტივად მოქნილება გავხდეთ და ნამდვილად ძალიან კარგია რომ ორგანიზაციებს კერძო საწარმოებს ამაში დიდი მოქნილობა გაქვთ და ორგანიზაციის კულტურის ჩამოყალიბებაში თუ გაწერაში კანონია იქ შემოსული შემზღუდავი შეგიძლია ის არ შეგიძლია რა თქმა უნდა შრომის კანონია და რავი სულ ყველაფერი გაწერილია რის უფლება გაქვს და რის არა მოთხოვ ადამიანს ხო
ბატონო. იქაც ძალიან ბევრი ყველას თავისი შეზღუდვები აქვს როგორც განათლებას, ისე შრომას. მაგრამ როგორც დავიწყე, მე ვისურვებდი მეტ დიალოგს ჩვენ შორის, მეტ ერთობლივად რაღაცა რა უნარები, რა კომპეტენციები უნდა ვასწავლოთ და მათ შორის ხა უნივერსიტეტი რაღაც აკადემიურ საფეხურებზე არის გარკვეულწილად შეზღუდული, მაგრამ უნივერსიტეტი არის ისევ ის ადგილი, სადაც შეიძლება ერთობლივად მოკლე კურსების, რაღაც მოკლე პროგრამების შექმნა დამსაქმებელთან ერთობლივად და ჩვენ ამის გამოცდილებაც გვაქვს, ხათ შორის საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებშიც გვაქვს მსგავსი კურსები შექმნილი და შეიძლება უფრო აი ეს სწრაფი ეფექტის მქონე რაღაც მინი სასწავლო პროგრამებისაც ერთობლივად განხორციელება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო დიალოგი მოვისმინეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი გარკვეულწილად პრაქტიკაშიც გადავა და აუცილებელი არის, რომ აი ზუსტად ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ შევქმნათ ესეთი პლატფორმა, სადაც აუცილებლად აი ესეთი საჭირო დიალოგები მიმდინარეობს სექტორებს შორის და კიდევ ერთხელ ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ტიპის ფორმატებს აუცილებლად და ერთ სივრცეში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს მოგცემთ საშუალებას, რომ იმსჯელოთ სხვადასხვა საჭირობროტო საკითხებზე. დიდი მადლობა ელი ელისაშვილს, დიდი მადლობა ბაკურ ხუნდაძეს. გავდივართ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით. გადაცემის